ხლებნიკოვის შემდეგ ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში კონფერენცია მიმდინარეობს. ხელოვანები ხლებნიკოვის შემოქმედებას განიხილავენ, ასევე გაჩნდა იდეა მის შემოქმედების შესახებ ახალი ნაწარმოებები შეიქმნას. იქნება ეს მუსიკალური ნაწარმოები, მხატვრული ტილო, პერფორმანსი თუ სხვა. პროექტი ბრიტანული ორგანიზაცია და შართან თანამშრომლობით ხორციელდება. ხვალიდან 2 დღის განმავლობაში კი სემინარი დახურულ კარს მიღმა გაგრძელდება. ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე გუშინ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გაიხსნა. ახალი სახელოვნებო სივრცე გამოფენებით ღრმად საბჭოთა საქართველოში. ისინი მეგობრობის სიმღერებს მღერიან და საპასპორტო ფოტო გაიხსნა. ექსპონატები ვალერი მიტიაშვილისა და შალვა ალხანაიძის კერძო და ბათუმის არქეოლოგიური და ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმების კოლექციებიდანაა წარმოდგენილი. გამოფენა დამთვალიერებელს ქალაქის 1920-1990-იანი წლების ისტორიებს 15 სექტემბრამდე მოუთხრობს. განხილვა ეხება ამ შემოქმედებით პროექტს, რომელსაც ქვია ხლებნიკოვის შემდეგ და განიხილება ხლებნიკოვის პიროვნება, მისი ხელოვნების კონცეფცია, პოეზია და უნდა შევიმუშავოთ სამომავლო გეგმა, რა შეიქმნება მისი პოეზიის ესთეტიკის ირგვლივ, რა ნაწარმოები შეიქმნება. სივრცე გულისხმობს თავისთავად გარკვეულ პლატფორმას ბათუმისთვის, ბათუმელი ხელოვანებისთვის, აჭარელი ხელოვანებისთვის და უფრო ფართოდ საქართველოსთვის საერთაშორისო სივრცესთვის. ძირითადი ამოცანა ამისი არის ის, რომ უნდა შეიქმნას მუდმივი პროცესი, სახელოვნებო პროცესი, თანამედროვე ხელოვნების კუთხით გულისხმობთ, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში არ ამბობთ, რომ ბათუმში არ არის სახელოვნებო პროცესი, მხოლოდ თანამედროვე კუთხით ამბობთ, რომ ამის ხელშეწყობა მოხდეს, პოპულარიზაცია. სივრცე არის ორიენტირებული არ მხოლოდ საგამოფენო აქტივობებზე, არამედ ტრეინინგებზე, ვორქშოპებზე, მასტერ-კლასებზე, კონფერენციებზე.